მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მინდა პატარა ვიდეო ჩაგიწეროთ პირად ცხოვრებაში კრიზისები როცა დგება და რას მოასწავლებს ხოლმე სტანდარტულად რო აგიხსნათ, ბევრი მიზეზი აქვს ხოლმე ამას, მაგრამ უმეტესად რა შეიძლება აქ მიზეზი იყოს. როდესაც პირად ცხოვრებაში არის კრიზისი, და ეს კრიზისი ბევრნაირად შეიძლება იყოს მეორე მხრისგან პროვოცირებული, შეიძლება იყოს ჩვენგან პროვოცირებული, ხო? და შეიძლება იყოს გარემოებიდან გამომდინარე. საერთოდ, ქალებთან ცოტა სხვანაირად თვლინდება ეს კრიზისი და კაცებთან სხვა, მაგრამ არსი არის ყოველთვის ერთი. როდესაც ადამიანი პირად ურთიერთობებში შედის, მთლიანად ხდება რაღაცნაირად დამოკიდებული იმ სიტუაციაზე, რომ თითქოს ეს ადამიანი მისი სამყაროს ძალიან დიდი ნაწილის უნდა იყოს, მის სამყაროში უნდა იყოს ძალიან, ხო? ანუ ადამიანები ვეძებთ ხოლმე იმ შინაგანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რომელიც პარტნიორში ვხედავთ, აი ამას, რომ ის თითქოს იმ სურვილებს, იმ ჩვენ სურვილებს რაღაცნაირად დაკმაყოფილებს, ხო? და საბოლოო ჯამში კრიზისამდე იმიტომ მივდივართ, აი ძალიან ნეელი ნაბიჯით, ხო? აი საკმაოდ ისე, რაც უფრო ჩვენ თავთან ვართ დაშორებული და გგონია, რომ სხვა ადამიანებმა უნდა ის სურვილები დაგვიკმაყოფილონ, მით უფრო სწრაფად შეიძლება ეს კრიზისი დადგეს, ღრმა კრიზისი ოღონდ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ როდესაც პარტნიორზე ვართ დამოკიდებული, ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ენერგეტიკულად, ფიზიკურად, ხო, მატერიალურად თუნდაც, ხო? მით უფრო შორს ვართ საკუთარი თავისგან. მით უფრო შორს ვართ საკუთარი თავდაჯერებულობისაგან და აი ის ფორმულა, რომ მე სადღაც მარტო უნდა ვიპოვო საკუთარ თავში სიმყარე და ეს როცა მაქვს ნაპოვნი მე სხვებთან ჰარმონიულად შევდივარ ურთიერთობებში, აი ეს ფორმულა თუ არის დარღვეული, ყოველთვის მივალთ ისეთ ურთიერთობამდე, რომელიც იმედს გაგვიცრუებს, რომელიც ეს ის არ აღმოჩნდება, რაც ჩვენ გვეგონა. მაგალითად, საერთოდ სურვილი არ აქვს შევიდეთ პირად ურთიერთობებში, ხომ? და ეს არ არის მარტო ქორწინებაში, ეს შეიძლება იყოს დედასთან, დედა-შვილს შორის ესეთი ურთიერთობა, შვილებთან, მაგალითად, რომ აი მე რაღაცნაირად აქცენტი მაქვს თლიანად, რომ აი ჩემი ცხოვრება გადავდიდა მხოლოდ შვილების ცხოვრებით ვცხოვრობ, აქ აუცილებლად მე ეს შვილები რაღაც ისეთს გააკეთებენ, რომელიც ნელა მიხვდები, რომ ეს გზა არ იყო მთლად სწორი, რომ სხვებზე ჩემი ბედნიერება სხვებზე ამეშენებინა. მოდით აი ეს ფორმულირება უფრო ესე რომ გავაკეთოთ. და როდესაც მე ვცდილობ სხვებზე შევქმნა ჩემი ცხოვრება და მოლოდინები შევქმნა, რომ აი სხვები გამაბედნიერებენ. აქ აუცილებლად ვაწყდებით ხოლმე მე სხვადასხვა კრიზისის პირად ცხოვრებაში. იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს თავისგან ვშორდებით, ჩვენ თავს ვაძლევთ ძალაუფლებას ადამიანს, რომელიც საერთოდ არ გთხოვდა ამ ძალაუფლებას და საერთოდ არ გთხოვდა, რომ ჩვენი თავი გადაგვედო. ზოგი ამბობს ხოლმე, რომ აი ჩემი ქმარი არსად არ მიშვებს, არაფრის უფლებას არ მაძლევს, ხომ? ძალიან ბევრნაირი ვარიანტი არის აქ გასახილველად აქ ამაზე არ არის რომ ერთი ფორმულა იყოს ყველაზე, მაგრამ რეალურად რომ ჩავხმავდეთ, აი რამდენადაც მე ჩემ თავს არ ვაძლევ უფლებას ვიყო ნამდვილი მე და ნამდვილ ჩემ სურვილებისთვის ვიბრძოლო, ან ნამდვილ მესთან მქონდეს კონტაქტი, იმდენად მივიზიდავ ისეთ ადამიანს, რომელსაც ამას ჩახშობს. ჩემში ხო ეს ფსიქოლოგიურ ფორმულებს გეუბნებით. ასტროლოგიაში ეს ძალიან კარგად ჩანს. ფაქტიურად თავიდან ბოლომდე ჩანს ასტროლოგიაში, როგორი პირადი ცხოვრება ექნება ადამიანს, რა კმაყოფილება ან უკმაყოფილება ექნება პირადში. და აი ეს ფაზა, როცა დგება, ხო, ეს რამდენად მკვეთრი იქნება ეს ფაზა. იქნება ეს მძიმე დრამატული ადამიანისთვის, რომ აი ახლა მივხვდი, როცა ყველაფერი დავკარგე, როცა ჩემი ცხოვრებით არ ვიცხოვრე და მიწევს უკვე ჩემ თავთან დაბრუნება და მივხვდე, რომ ჩემი თავი ყოფილა თურმე ის, ვინც მომცემდა ამ ყველაფერს და მე გარეთ მეგონა რომ ამას მივიღებდი, ოღონდ ეს ხანდახან ძალიან დიდი დანაკარგების ხარჯზე ხდება ხოლმე. აი ის ფაზაც ჩანს რუკაში, აი ძალიან მძაფრად იქნება ეს თუ ისე რა იქნება, ხო? რომ მეტნაკლებად რომ ვაბალანსებ ჩემი შინაგანი სამყაროს და გარემოც, ხო, გარკვეულწილად. ქალებს უფრო ახასიათებთ ეს, რომ იკარგებიან უფრო პირად ცხოვრებაში პარტნიორთან ვიდრე მამაკაცები, მაგრამ მამაკაცებსაც აქვთ ხოლმე პრობლემა ოღონდ უკვე პასუხისგებლობის. აი აქ შეიძლება ის მოდელი იყოს, რომ მე რაღაცნაირად მაგ მოდელში
რომ ქალმა უფრო უნდა იტვირთოს გაგება, მზრუნველობა, ეს ყველაფერი ზოგან ესე არის. ზოგან არის პირიქით, რომ მე რაღაცნაირად მინდა რომ ჩამოვიკიდო ჩემი პარტნიორი და იმიტომ რომ ხოლმე ხედავ რომ ეს ჭირდება მას ჩემგან და ამ დროს მე დგება ის რომ აი როგორი ტირანია კაცი ან როგორ რაღაცა მძიმეა და ამ დროს შეიძლება ეს ქვეცნობიერ დონეზე ურთიერთშეთანხმება იყოს რომ მე თუ არ მეყოლა ესეთი პარტნიორი რომელიც რაღაც ძალიან მკაცრი იქნება ხო მე რაღაცებს ვერ უმკლავდები და მან ეს იცის რომ მასთან ესე უნდა ვიყო რომ შევინარჩუნო ურთიერთობა ანუ ხანდახან ესეთი უფარული შეთანხმებებიც არის ხოლმე ქვეცნობიერი შეთანხმებებიც ხანდახან არის პირიქით რომ აი მე თუ ამასთან კარგი არ ვიქნები ვერ მევიღებ იმ სიყვარულს და იმ სითბოს თორე სხვებთან უხეში და ცუდი ვარ მაგრამ აი მასთან ვარ ძალიან კარგი არის ესეთი ვარიანტებიც თუმცა აი აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რომ საბოლოო ჯამში რაც უფრო წლები გვემატება უფრო მივდივართ იმამდე რომ აი ჩვენ სადღაც კარგავთ ჩვენ თავს პირადში და რამდენადაც უფრო კარგავთ მით უფრო შეიძლება ეს პირადი არც გვეძლეოდეს მერე საკუთარი თავის დაკარგვა რას ნიშნავს ეს არის საზღვრების თემა როდესაც ჩვენს პირად ემოციურ საზღვრებს ფსიქოლოგიურ საზღვრებს ფიზიკურ საზღვრებს ან რაღაც სხვადასხვა ესეთ მორალურ საზღვრებს ვერ ვიცავთ. ან ჩემდაუნებურად სხვის საზღვრებში გადავდივარ. მაგალითად მე თუ ძალიან მინდა რომ აი პარტნიორი ესე და ესე მეკცეოდეს, ხო ძალიან მინდა. და მე ამას ვითხოვ, ვერც ხვდები შეიძლება ესე გადავიდე მის საზღვრებში, იმიტომ რომ მას საერთოდ არ შეუძლია მომცეს და მე ვახვევ მას თავს, ხო, იმ ჩემს სურვილებს. და საერთოდ არც ესმის, არც მგონია რომ ეს სწორი არის სიტყვაზე, ხო და მე ის თავისებურად ჩემს საზღვრებს შეიძლება არ ხვევდეს, ხო? ყოველთვის ახლა თუნდაც შეხვედრებში, როცა პირად ცხოვრებას განვიხილავთ ხოლმე, ხა ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან იცოდეთ რომ რუკაში ერთი დამავიწყდა მე თქვა რომ იქნებ მოიწონოთ ხოლმე ეს ვიდეოები იქნებ ან გაზიაროთ თუ გიქნებათ ამის სურვილი რომ უფრო მეტი დაგვემატოს უფრო სხვებთანაც იყოს მესაწვდომი ეს ვიდეოები ესეც რომ გაითვალისწინოთ და თხოვნა იქნება ხოლმე ჩემი და თუ არის ესეთი შინაგანი იმპულსი რომ მე სადღაც ვარღვევ სხვის საზღვრებს და ისიც ჩემს საზღვრებს არ ღვევს ხო ეს როგორც ეს წარუმატებელი ურთიერთობები არის ხოლმე და როცა მოდიან ჩემთან პირად რუკაზე და აი ამ кейსებს ესე რომ ვთქვა განვიხილავთ და ზოგს გონია რომ აი მარტო პირადს ვნახავ რუკაში სხვა პრობლემა არ მაქვს და საბოლოო ჯამში მთლიან რუკაში ჩანს ადამიანის ფსიქოტიპი ადამიანის სურვილები და აქ აუცილებლად თერაპიული მიდგომა არის ხოლმე საჭირო. ეს არ არის რუკა მარტო რომ აი ესე გაგ და მორჩა, ხო? აი აქ არის შეხვედრა იმ შინაგან მოთხოვნილებებთან და ნენელა პასუხისგებლობის აღება საკუთარ თავზე, რომ ეს ხანდახან თვითონ უნდა მოაგვარო, სხვა ამას ვერ მოუგვარებს, ხო? და განსაკუთრებით მიხარია ხოლმე ახალგაზრდები რომ მოდიან, რომ მათ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ აი იმ კრიზისამდე, ღრმა კრიზისამდე არ მივიდნენ და არ თქვან, რომ თქვათ 1-30 წელი მე დავკარგე ჩემი ცხოვრების და არ მიცხოვრია ჩემი ცხოვრებით და ხშირად აი რომ არის ან სიბერის ეშინიათ, ან სიკვდილის პანიკურად ეშინიათ. სიამოვნებაში ეს შიშები არ არის, ეს არის იმისი, რომ მეწურება, რომ მე ვიცხოვრო ის ჩემი შინაგანი სურვილები, ჩემი შინაგანი მისწრაფებები და ამის დრო იწურება და ეს არის სიკვდილის შიში, იმ ბიოლოგიურის, თქვათ, იმის მიღმა კიდევ, თუმცა საბოლოო ჯამში თუ ადამიანი ცხოვრობს თავის ცხოვრებას, პირადად თავის ცხოვრებას, არის თვითკმარი შინაგანად, მას არაფერს არ ეშინია უკვე. აი ეს ფსიქოლოგიურადაც ესე არის. ამიტომ ჩემი დაკვირვებითაც პირადში კრიზისი ეს მაშინ დგება რამდენად ჩვენი ხმისგან ვართ შორს და აქ რა თქმა უნდა ამაში დაცვითი მექანიზმები არის რატო ვართ ამისგან შორს და იქ რო ჩაუღმავდეთ აქ ყოველთვის იმაზე გავდივართ რომ ფსიქოლოგია ცოტა სხვა აღქმა აქვს მაგრამ პირად რუკაში ასტროლოგიური კუთხით ღრმა კარმულ ასპექტებს როცა განვიხილავთ უფრო ღრმად ჩანს ეს პრობლემები და უფრო სიღრმისეულად ხედავთ რეალურად რა ხდება ადამიანში რის ეშინია რა არ გამოუვა
რაზე უნდა შეცვალოს მთელი თავისი ენერგეტიკული ველი, თავისი შეხედულებები, თავისი რუტინა და არის ფსიქოლოგიაში ესეთი, ალბათ გაგიგონიათ behaviorism-ი, ქცევითი შეცვლა, როცა ვამბობთ ხოლმე და სხვათა შორის ასტროლოგიაში ძალიან კარგად ხედავ, ხა ჰუმანისტური ფსიქოლოგია ამას behaviorism-ს ცოტა სხვანაირად უყურებს, რომ აქ ჩვენ რაღაც უფრო იდეალებზე უნდა ველაპარაკოთ ადამიანს და უფრო ავთენტურმესთან უნდა მივიყვანოთ და ასე შემდეგ, თუმცა მე ძალიან კარგად ვაკვირდები ხოლმე. მოდი ესე behaviorisტულად რო შევხედოთ, ასპექტები გვაქვს, განსაკუთრებით სატურნის ზონაში ეს behaviorisტული მიმდინარეობა ძალიან კარგად ვლინდება და ძალიან კარგად შველის სატურნის ენერგეტიკას ხოლმე, როცა უნდა გაიწეროს ცხოვრებისეული გეგმა. და ამის დროში ჩასმა ვისწავლოთ, რუტინაში ჩასმა სატურნის ენერგია არის ესეთი, ხოლმე რომ რაღაცეებში თუ თავდაჯერებულობის პრობლემა მაქვს, სადღაც მე ჩემ თავთან არა ვარ კავშირში, აქ სადღაც რუტინა მჭირდება, აი behaviorisტული მიდგომა მჭირდება მე, რომ აი ეს თვითკმარობას ამითი მივაღწიო. მაგალითისთვის გეტყვით, ხა, როდესაც ლაპარაკობთ ხოლმე აი ესეთ აი მაგალითად ვიღაცა მყვება და არეგულირა და ყვებას გაყვა კარგად ან ხონდა ხერხემლის პრობლემები ვარჯიში დაიწყო და ნენელა მოუგვარდა ეს პრობლემები, ხო? და სიამოვნებაში აქ პრობლემების მოგვარება იმდენად ფოკუსში არ არის, როგორც აი ქმედება, როდესაც მე სისტემაში რაღაც ჩავსვი და ეს გამომივიდა. და მე შემიძლია რაღაცები ჩემ ხელში ავიღო, ვაკონტროლო და მოვაგვარო ჩემი ხელით. აი ეს სიამოვნება, ეს კმაყოფილება გაცილებით უფრო მეტრამეს ცვლის ფსიქიკაში. ვიდრე ჩვენ თერაპიაზე ვიაროთ თვეები, წლები და იქ რაღაც შიდა კონფლიქტებზე ვილაპარაკოთ. ისი ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ თუ რეალურად არ ავიღებთ ხელში პროცესებს და რეალურად არ გავწერთ გეგმას, რა გვინდა, რა იდეები გვაქვს, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, რა რუტინა არის აქ გასავლელი, რა გეგმა არის შესაქმნელი. რა ყოველდღიური ქმედება არის ამისთვის საჭირო, რომელიც მე მიზნებამდე მიმიყვანს და აი ამას თუ ვაკეთებ ყველაფერს, ხო მე არავის არ ვარ ჩამოკიდებული. მე ზუსტად ვიცი როგორ გამოვიდე ყველანაირი რთული სიტუაციიდან და მე უკვე მოდის რწმენაც, რომ ყველაფერი გამოვა და რწმენასთან ერთად მოდის იღბალიც. და რეალური დამოუკიდებლობა მეგობრებო, აი ამის მერე ჩდება ხოლმე და აი ესეთი თითქმარი ადამიანი აუცილებლად შეხვდება ასეთივე თითქმარ მეორე პარტნიორს. და აი ამ თვითკმარობაში არის უკვე განა სტრამვებით და მინდა-მინდათი ვხვდებით ადამიანს, არამედ უკვე ცნობის მოყარეობით, რაღაც უკვე პოზიტიური კვეთა არის აქ, ვიდრე ტრამვებზე დაფუძნებული კვეთა, ხო ხვდებით და ვიდრე ის რომ მე ეს მინდა და ის უნდა მივიღო, ხო, რაღაცა ისეთი მოთხოვნით. აქ არის უკვე უფრო პოზიტიური კავშირი, როდესაც გავერთოთ, ვისიამოვნოთ ურთიერთობით, თქვათ, ვიმოგზაუროთ, აი უფრო ესეთი პოზიტიური ემოცია არის და თუ ჩვენ თვითონ გვახასიათებს ღრმა ტრამვები, ძალიან შორს ვართ აი იმ ელემენტარული რუტინისგან, იმ ელემენტარული გეგმებისგან და ინერციით მივყვებით ცხოვრებას და პასუხისგებლობები არა მაქვს ჩემ თავზე აღებული, ხო? აქ რა თქმა უნდა უკვე კრიზისები ნამდვილად დგება. ეხლა თქვენ შეიძლება იკითხოთ, რა ვისაც სატურნი ყავს ნეგატიურ ასპექტებში და ძალიან დისციპლინები არიან, ხო? აი ეგ ესეთი ადამიანი შეიძლება ცალკე პრობლემა იყოს. მანდაც არის მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება დისციპლინაში იყოს ადამიანი, ოღონდ როგორც კი სისტემაში ჩასვა მიგით და თვითონ არ შეეძლოს ეს სისტემა შექმნას. შეიძლება იყოს უფრო პასუხისგებლობა და იმის შიში, რომ მე არ დავისაჯო აქ, რომ ეს არ გავაკეთო, ეს რომ მე გამეპაროს, მე ჩემ თავს არ ვაპატიებ, ანუ აქ იყოს აი რეტროგრადულობა, ესე რომ ვთქვათ, ხო, პიროვნული რეტროგრადულობა, ის ცოტა დესტრუქციას რო რთავთ, აქ უკვე ამავე დროს შორსა ვართ ჩვენი თავისგან, ხო? აქ უკვე გარემო ტრამვებიდან არის ეს გამომდინარე და არა იმ ჰარმონიული, პოზიტიური, განვითარებადი ენერგიისგან, ხო? და აი ამ ყველაფერს ჩვენ პიროვნულ კრიზისებს მივყავართ არასწორ ბრჭყალებში ვამბობ, არასწორ პიროვნულ პირად ურთიერთობებამდე.
და ზოგჯერ ვაინტერესებს, აი პირადში როგორ ვიქნები კარგად, სიამდვილეში მივდივართ მის ქვეცნობიერში, მის ტრამვებში, მის თავთან ურთიერთობაში. იმიტომ რომ როგორი ურთიერთობა მაქვს ჩემ თავთან, სუსტად პარტნიორი იმას მაჩვენებს. სუსტად იმის ენერგია აისხლიტავს ჩემ შიგნით რეალურად რა ხდება. და აი ამეთი უფრო ხვდებით ჩვენ თუ გონია რომ ვაიმე როგორი ესეთი ადამიანია რაღაც ხვანაირი, რაღაც ხიარული, ენერგიული და რეალურად როგორი არის ადამიანი და შევხედოთ მის ცხოვრებას. არის ჰარმონიულად თავის ცხოვრებაში თუ ვერ არის ჰარმონიულად არის ის ესე ვთქვათ თავის თავთან კმარი თუ არ არის ხო აი თვითონაც თავის თავს უნდა შეეკითხოს ხო ამ ყველაფერში რომ ზოგ ძალიან კარგად აქვს ეს ფასადი დაფარული ვითომ იდეალური ოჯახი ქართველები მაგაში პირველები ვართ რაღაც ფასადების შექმნაში მაგრამ შიგნით მთლად ისე არ ხდება ხოლმე ყველაფერი როგორც გარედან ჩანს ხო და ისიც მნიშვნელოვანი არის მართლა შიგნით რეალობა როგორი არის და არა გარედან ფასადურად რაც ჩანს ისიც არის და აი ხშირად როცა მოდიან ხო უფრო გავდივართ აი ამ თავის თავთან ადამიანის დამოკიდებულებას თავის თავთან რამდენად არის წვდომაში რამდენად კონტაქტზე არის რამდენად ასრულებს იმ ოცნებებს რაც მას ქონდა ბავშვობიდან მაგალითად თავის უნარები რამდენად არ გამოვლენილი თუ არის კომპლექსებში და შიშებში და გაუბედაობაში გაჭედილი მოდი ესე ვთქვათ ხო და ასეთ სიტუაციაში რა თქმა უნდა ვაწყდებით კრიზისებს ვაწყდებით არასწორ არჩევანს როგორც წესი და ამ არჩევანიდანაც ვერ გამოვდივართ შეიძლება არასწორი არჩევანი იყოს რაღაც 15 არა 20 წლის ასაკში 25 წლის ასაკში მაგრამ ეს იყოს გაცნობიერებული, დამუშავებული და მეორე ურთიერთობა იყოს დაწყებული, ხო, სიტყვაზე, რომელიც უკვე ბევრად სხვანაირი არის. მაგრამ არიან ხშირად, როცა ან ინგრევიან შინაგანად ამ ურთიერთობებში, ან ვერ გამოდიან ამ ურთიერთობებიდან. როგორც წესია, ეს ერთ წრეზე ტრიალი არის. აქ გვაკლია ისევ ეს ბიჰევიორისტული მიდგომები გარკვეულწილად. ნახე, მთლად ისეთი ბიჰევიორიზმი არ არის კლასიკურ ფსიქოლოგიაში როგორც არის, ხო, მაგრამ რეალურად სატურნს ეს ჭირდება და სატურნის შემთხვევაში მიზნების მიღწევა და გარემოსთან კონტაქტი ეს უფრო სატურნული ენერგია არის. იუპიტერამდე რომ მივიდეთ, სატურნიც უნდა გქონდეს, ხო, ამოქაჩული ესე რომ ვთქვათ და ეს ასტროლოგიური ტერმინებით რო აგიხსნათ. და პირად რუკაში ძალიან კარგად ჩანს და არის ხოლმე აი ამ გეგმის დასახვის ძალიან კარგი შესაძლებლობა. გავწეროთ მომავალში რა მჭირდება, რა ინსტრუმენტები მაკლია. რა გეგმები მაქვს და ეს როცა ამბობენ ხოლმე რომ საერთოდ არ ვიცი რა მინდა ეს პირდაპირ ნიშნავს რომ საკუთარ თავთან არანაირი კონტაქტი არ აქვს ადამიანს და საერთოდ ამ ტერმინსაც რო ამბობთ არც ესმით რას გულისხმობთ ხოლმე ხო იმდენად და ისე დაპირზე შეიძლება ვიყო და შეიძლება იმ დონეზე ვიყო ჩემ თავში დაკარგული რომ ისიც კი არ ვიცი რა მინდა ხო ცხოვრებაში რამე ბედნიერებს ხო და ეს უკვე ნიშნავს რომ ეს სადღაც აი სულ რუტინულ ნეგატივში ვარ ჩაძირული ან სხვებში ვარ დაკარგული და მე არა მაქვს ხო და ამასაც ასტრო კონსულტაციაზე ამას ძალიან ღრმად ვუყურებთ ვეხებით ამ ყველაფერს და ამასაც გამოსავალსაც ხედავთ ხოლმე ამ ყველაფრის ხო ვინც სწავლობს ასტროლოგიას ან ერკვე ასტროლოგიაში ძალიან კარგად ხვდებიან ხა რასაც გულისხმობ უბრალოდ ის მინდოდა თან მეთქვა რომ აი თუ არის რაღაც კრიზისები პირად ცხოვრებაში აი ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ მეგობრებო ეს არის სტარტი გარკვეულწილად საკუთარ თავთან მოგზაურობაში საკუთარი თავის პოვნაში და დაბრუნებაში და არა ის რომ აიმე და რო ებღაუჭებიან მე ამ პირადს და არის ერთი ემოციები და სტრესები კიდევ უფრო შორტკებით ჩვენი თავისგან ამ პერიოდში ამ დროს და კიდევ უფრო ბანი არ ახებთ საკუთარ თავს ამ ცხოვრებაში რომ ყარად დავდგეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე რომ ეს გავაცნობიეროთ. ამიტომ არ ვაკეთებ ხოლმე ისეთ შეკვეთებს, აი სინასტრიას რომ მეუბნებიან, რომ აბა ამას შევეწყობი თუ არა. თავარია ჩვენ თავში შევეწყოთ. თავარია ჩვენ თავში ვიპოვოთ ის თავარი ღერძი და საერთოდ არ იქნება პარტნიორი ჩვენთვის
აი რაღაც ის მომენტი, რომელიც რაღაც დრამაში გადაგვიყვანს. პირიქით უნდა ვუსმინოთ პარტნიორულ ურთიერთობაში ადამიანს, ეს არის ჩვენი ანარეკლი, ეს არის ჩვენი სარკე, რაც ჩვენში ხდება შიგნით, იმას გვაჩვენებს პირადი ურთიერთობა. რამდენადაც ჩვენ თავთან ჰარმონიულად ვართ, ვაფასებთ ჩვენ თავს, გვიყვარს ჩვენი თავი, იმდენად პარტნიორიც არის ისეთი, როგორსაც ვიმსახურებთ, ხო, ამასაც მნიშვნელობა აქვს. თუმცა ერთხელ თუ რაღაცას ვიმსახურებთ, არ ნიშნავს, რომ ეს სულ ესე უნდა იყოს, ხო, ამის შეცვლაც შეიძლება, ამის გაცნობიერებაც შეიძლება და ეს მხოლოდ ხდება საკუთარ თავთან კონტაქტის მეშვეობით, საკუთარი თავის გაცნობის და სინასტრიაზე მეტად პირადი როკა უნდა ვაკეთოთ ხოლმე. საქმე რამდენჯერმეც მოდია ხოლმე ჩემთან, რომ კიდევ რა ჩავყმავდეთ, კიდევ ფსიქოლოგიურად გავერკვიოთ ამ ყველაფერში და აი მე კიდევ უფრო აი ამესთან ხდება ძალიან ძლიერი ღერძზე კონტაქტი და მეს მერე ბევრი რაღაცა სხვანაირად იცვლება, გარემო იცვლება ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენში რაც ემოციურად და ენერგეტიკულად დევს, ის ხდება გარეთ სამყაროში. აი ეს პროგრამა რაც გვიწერია ემოციურ ენერგეტიკულ დონეზე იმის განსხეულება არის მერე გარემოში. აი ეს პასუხისგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ, რომ ცალკე პირადი არ არსებობს ვიღაც პარტნიორი ცალკე აი შემხვდა და რა ვქნა, ეგეთი რამე არ არსებობს. ჩვენ რა შინაგანი პროგრამებიც გვიწერია იმას ვიზიდავთ. ამ პროგრამებში გარკვევა აი საკმაოდ დიდი გზა არის, საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა არის და თანამედროვე სისტემებიც ასტროლოგიაში, ფსიქოლოგიაში ეხმარება ადამიანს ამ ყველაფერთან წვდომაში და მე მჯერა ერთი რამის, რომ აი ის რაღაც დრამატული ადამიანის მოდელი ნენელა გადადის უკვე და რაღაც თავისუფლება შემოდის, მხიარულება, ბედნიერების განცდა შემოდის ადამიანში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნამდვილად არ არის ის მსოფლიო დონეზე ბედნიერად საქმე და საკმაოდ დიდ კრიზისში შედის მსოფლიო, რომელსაც საკმაოდ რთული რაღაცები მოყვება მერე. მაგრამ ზუსტად მაგის გამო არის ეს ყველაფერი, აქ მე ესეთი განცდა მაქვს, რომ უფრო ძველი ენერგიები იბრძვიან, რომ გადარჩნენ და ამ დროს მოუწევთ მაინც წასვლა ენერგეტიკულ ველს გულისხმობ აქ, რომელიც ფიგურებში არის ადამიანებში ჩადებული ეს ენერგია. მაგრამ თვითონ ინდივიდუალურ დონეზე, ხო, ესე ჩვენი არჩევანი არის. გვინდა ნეგატივში თუ გვინდა სხვა რეალობაში, საკუთარ თავთან კონტაქტზე, ხო? ეს მინდა და მეგობრებო, მე თქვა იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ყველაფერი. დამწერეთ ხოლმე კომენტარები, ვკითხულობ ძალიან ყურადღებით. და შეიძლება საკვირად ყოველთვის ვცემ პასუხს კომენტარებში ხალხს და მადლობა რომ ისმენთ ხოლმე, რომ ძალიან თბილ კომენტარებს მიწერთ ხოლმე ცხათა შორის და დროებით კიდევ კარგ საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ ხოლმე.